დღეს 17 ივლისია და მორიგის ხდომა გვაქვს. არის რამდენიმე საკითხი. პირველი არის ესე იგი აქვს პირველ რახსაც და აჭარის ტელევიზიასაც. ქორუმი არის გისმენთ ხალხთან თეატრი. მოგესალმებით. პრინციპში წარმოგვიდგენილი გვაქვს დოკუმენტაცია, მათ შორის ტექნიკური დირექტორის სახით მოხსენებითი ბარათი. ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადმოსვლის და აღჭურვის მეორე ეტაპია, რომელიც დაგეგმილი იყო მრავალი წლის წინ და უკვე განხორციელებული პრაქტიკულად, თუმცა ვინაიდან შესყიდვების ნაწილით უკვე გაიხსნა ტენდერი და მეორე ნაწილი შეგვიძლია რომ გავაფორმოთ ხელშეკრულება, როგორც კანონი მოითხოვს, ეს მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს აღემატება და ამიტომ ვითხოვთ ბორდის თანხმობას. რეალურად თქვენთვის წარმოდგენილ დოკუმენტში ყველაფერი არ ახალია, რადგან ეს ყველაფერი დაგეგმილია, რეალურად შესრულების ფაზაშიც არის და აქვე უბრალოდ ინფორმაციის სახით მინდა ვთქვა, რომ ახალ შენობაში 99% გადმოსული არიან უკვე თანამშრომლები და ყველანაირი ფუნქციონალი ხდება ახალი შენობიდან. მე ვთხოვე ბატონ გოჩასაც რომ დაესწროს შეხვედრას, ვინაიდან დეტალურად არის ჩამონათვალი, თუ გჭირდება იმისთვის რომ ფართო საზოგადოებას კიდევ უფრო დეტალურად გავაცნოთ რა მიგრაციის ამ პროცესში რა არის ზუსტად დაგეგმილი, ჩვენ მზად ვართ და შეგვიძლია პუნქტობრივად დეტალურად ვისაუბროთ ამაზე. საინტერესო იქნება გისმენთ. ხო, ეს მოხსენებითია ფაქტიურად ჩემი აქ შინაარსი არის ესეთი, რომ ჩვენ დაგეგმილი გეგმის მიხედვით ვახორციელებთ ამ გადმოსვლას. გადმოსვლა პერსონალის ფაქტიურად უკვე მოჩენილია, დასრულებულია, გარდა იმ ხალხის, ვინც ემსახურება იქ დარჩენილ მატერიალურ რესურსებს, რომ დაცვა იყოს და ასე შემდეგ. ტექნოლოგიური მხარე მთლიანად გადმოსულია. ეხლა ზაფხულის თვეებს ვიყენებ იმისათვის, რომ B ბლოკში სტუდიების აღჭურვა დასრულდეს. იმდე უკვე გადმოტანილია დემონტაჟი არის მოხდარი მთელი იმ აპარატურის, რაც ნაყიდი ქონდა წინა ეტაპებზე ტექნიკური გადაიარაღების დროს და იმისი მონტაჟი მიმდინარეობს. 80% უკვე დამონტაჟებულია. ამ დროს გეგმით ჩვენ მქონდა რომ წამოეწევა ეს აპარატურა და სისტემები, რასაც ეხლა ვყიდულობთ მეორე ეტაპზე, რომელიც უნდა დაემატოს. კერძოდ ეს არის ესე იგი ძალიან რო არ დაგალოთ ტექნიკური დეტალებით, ეს არის რა ციფრული აუდიო მიქსერების სისტემები ამ სტუდიებისთვის, ხმის დამუშავება ციფრული აბლოკში დამონტაჟებული მატრიცასთან ინტეგრაცია, აქ ჩვენ ახალი ტიპის საკომუტაციო მატრიცა გვაქვს, რომელიც საქართველოში კი არა და ამიერკავკასიაში პირველებმა დავამონტაჟეთ, ეს გვაქვს აი ეგრეთ წოდებული IP კომუტაცია. ამ IP კომუტაციასთან შერწყმაში მოვა ეხლა ის ძველი კომუტატორი, რომელიც გადმოვიტანეთ ვებლოკიდან. ამის გეიტვეის ვაყენებთ ეხლა მიქსერები, ინჯესტის სადგურები, მულტიეკრანული გამოსახულები და ასე შემდეგ. აქ მთელი ჩამონათვალია რა ხდება. კიდე საინტერესო ის არის, რომ ვაყენებთ ამ ციფრულ აუდიო მიქსერებს, რომლებიც ერთმანეთში გაერთიანდება ერთიან ქსელში და ნებისმიერი სტუდიიდან ნებისმიერ სტუდიაში და ასევე სააპარატოში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ხმის გადაცემა გადმოცემა. ესე გადაძახილი სტუდიებს შორის თუ საჭიროა ან გადმოტანა რაღაც მატერიალური რესურსი, ჩართვები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ციფრულ ქსელში იქნება. ამ პროექტში შედის ამის მონტაჟი, ყველაფრის ინტეგრაცია, ინსტალაცია, ტრეინინგები და ასე შემდეგ. ეს ტრეინინგი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ახალი ციფრული მიქსერები, ესე იგი წერია ერთიანად და მარტივად, თუმცა საკმაოდ რთულ ტექნოლოგიური ნაწილია, იმიტომ რომ ციფრულ მიქსერზე მუშაობის გამოცდილება ქვეყანაში პრაქტიკულად ძალიან ცოტაა. ამიტომ თვითონ ეს კომპანიას ჩადებული ქონა ტენდერში, რომ უნდა უზრუნველყოს ამ ადამიანების გადამზადება, იმიტომ რომ ჩვენც კარგად უნდა გავერკვოთ, როგორია ეს ახალი ციფრული მიქსერი. მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ყველას ვისაც ვესაუბრებით, ძირითადად რადიოს თანამშრომლებიც მათ შორის რა თქმა უნდა ბედნიერები არიან, იმიტომ რომ რადიოსთვის მithumetes ხმა ყველაზე მნიშვნელოვანია, მზად არიან აბსოლუტურად, ანუ ეს შიში ან რაღაცა, ახლის ნაწილში, რაც მაგალითად ცენტრალურ საეთეროზე გქონდა და საკმაოდ რთულად გავიარეთ, აქ мотиваცია უფრო მაღალია. ამიტომ ამ ნაწილში აი მაგალითად სადაური წარმოება. სხვადასხვა წარმოებისა. რო ჩამოგითვალოთ გეტყვით, ესე იგი, ეს არის ცენტრალური საკომუტაციო სისტემა, ეს არის ბელგიური, ძალიან ცნობილი საერთაშორისო კომპანია EVS, რომელიც ცნობილი არა მარტო ამ პროდუქტების, სოფლიოში ცნობილი კომპანია. შემდეგ არის კომპანია Riddle-ის პულტები, ეს არის
ასევე ძალიან ცნობილი გერმანული კომპანია. ეს ევროპა ეს გარყვნილი. არის ამერიკული პროდუქტები, არის პროდუქტები ტაივანიდან. მაგალითად, ტაივანური სისტემა არის, რომელიც არის კომუტატორების მართვის სისტემა. ეს ძალიან ინოვაციური რამე გვაქვს აქ. ბევრი რამე ჩინეთში ისედაც წარმოებულია, იმიტომ რომ ბევრი წარმოება გატანილია. კომპანიას გულისხმობ და კომპანია არა, ჩინური როგორც ასეთი კომპანია არა. არც ერთი, შეიძლება რაღაცა წვრილი რაღაცეები იყოს. შემადგენელი ნაწილები, თორე ეს ბრენდ სისტემურად ბრენდები ყველა ამერიკული და ევროპულია. ხო, რა ვიცი, არ გვინდა ამერიკა და ევროპა ვაგერ მეგობრებს არ უნდათ საბჭოეთიდან და რო ვიცოდეთ ისე ვინ რას აწარმოებს და რას ვყიდულობთ. საიდან? კი ბატონო. მე მგონი ამომწურავი იყო ჩვენი. მაქვს შეიძლება ბატონოს გითხოთ. მადლობა. დიდი მადლობა ბატონ გოჩა, ჩემი პატივისცემა თქვენს მიმართ. წინა ჯერზეც საინტერესოდ ისაუბრეთ ამ ტექნიკურ საკითხებზე. მე უფრო სხვა ტიპის კითხვები მაქვს თუ დემბას მომცემთ. უშუალოდ პირველ რიგში ამ ფორმალურ თემებზე, ესე იგი თვითონ ეს ტენდერი კონსოლიდირება რა ტიპის ტენდერი არის ეს ვის შეუძლია გამცეს ამას პასუხი თუ შეიძლება. ტენდერია. კონსოლიდირებული არ არის, ტენდერია. ჩვენს მიერ გამოცხადებული სპეციფიური მასალაა. ხო, იმიტომ რომ ბევრი ტიპის ტენდერებია და რომელი ტიპის არა, კონსოლიდირებული ტენდერი არ არის. კონსოლიდირებული თავითვე ვერ იქნება ეს გამორიცხულია. ხო, მაინც დავსვი კითხვა, ვიცი სპეციფიური მომსახურება და საქონელი. ვიცი რა, სხვადასხვა რახან იდეაში შეიძლება ქვეყანა ყიდული ბენზინს მაგალითად, ეგ არის კონსოლიდირებული. ბევრი პროდუქტი თუ არის განმარტება კანონში, მაინც არ არის კონსოლიდირებული. ხო, და ამიტომ ვიკითხე, ხო. ხო, მე აქედან სურათი ვერ მივიღე და იმიტომ ვიკითხე რა ტიპის ტენდერია თქო და ყოფილიყო მეტი ასე ვთქვათ ინფორმაცია ცხადია, კითხვას არ დავსვამდი, ხო. როდესაც მაგალითად არის ტექნიკური საკითხები შეძენა, ამავდროულად არის მაგალითად რაც თქვენ ბრძანეთ კონსულტაციები და რაც ტრენინგები, ეს განსხვავებული ტიპის აქტივობა, ერთი აქტივობა, მეორე არის მატერიალური საკითხი და ბუნებრივია შეიძლება ესეთ კითხვა გაგიჩნდეს, იქნებ კიდე რამეა, რა ვიცი, ხო გასაგებია, მე მგონი თქვენც მიხვდით რატო ვიკითხე, ხო. ეხლა მეორე თემა, რაც ჩემი აზრით ძალიან ისეთი არსებითია, ნუ მე წინა ჯერზე ვთქვი, რომ რაღაც საბაზისო მონაცემები იქნებოდა უპრიანი რომ კონდეს რა და ნუ ამ შემთხვევაში დავამატებ კიდე რაღაცას, მაგალითად უნდა უყაროთ კენჭი, რამდენიც მე მივხვდი, უკვე ტენდერი ჩატარდა, ხო? ხო ჩატარდა ტენდერი და რაღაცამ გაიმარჯვა. მაგრამ ვინ გაიმარჯვა, რა ორგანიზაცია, რა ვიცი, მე მართალითაც ცოტა გამიკვირდა, სახელწოდებაც კი არ არის იმ ორგანიზაციის, რომელმაც გაიმარჯვა ამ ტენდერში. არა, იმედი არ მალავთ, იმიტომ თუ მალავთ, ხო, ესე იგი ჩვენ ახლა უნდა ვეძებოთ რაღაცა იმებში უნდა ვეძებო, ხო, სადღაც და მე ვინ მოიგო და რამე. არ შეიძლება რომ მაგალითად ოქმი გამოაგზავნოთ სატენდერო კომისიის, რომელიც სურათს მოგცემდა, ხო, ჩვენ ხო უნდა კი, შეიძლება ენდობი, შეიძლება არ ენდობი, მაგრამ რა სურათ, ვინ, რა ორგანიზაციები მონაწილეობენ, რა პირობები იყო, ეს ხო მარტო ფასი არ არის, აქ სხვა რაღაცებია, ხარისხია, სხვა საკითხებია, რატო გეღიმებოთ, გაბატონ თინა. ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ არა კი ბატონო, არა დიდი მე მიყვარს როცა იღიმებიან ხო. მომგრელია უბრალოდ რასაც ამბობთ, იმიტომ რომ ტენდერი ეს არის სახელმწიფო შესყიდვების, თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ ეს არის საჯარო ინფორმაცია, ერთი ღილაკის დააჭერით, თქვენ თუ გაინტერესებთ რა პირობებია, შეგიძლიათ ეხლავე გახსნათ, შეხვიდეთ, დაათვალიეროთ და მომზადებული მობრძანდეთ კითხვებით და პასუხებით. მეც გავიღიმებ, მაშინ რატომ მოყავთ ბატონი საზოგადოებას დამასრულებინეთ, რომ ჩვენ რაღაცას არ ვამბობთ, უბრალოდ სასაცილოა, იმიტომ რომ ეს არის ღია საჯარო ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების მიერ გამოცხადებული. შეგიძლიათ ერთი ღილაკის თითის დაჭერით სრული ინფორმაცია მოიციოთ. ესე იგი აწი გვეცოდინება, გავიგეთ შენიშვნა, რომ ჩვენ ამ ლინკს ეგრეთ წოდებულს ან საბუთ ჩაგიგდებ და სიამოვნებით დავალოდებით თქვენ შენიშვნას და რეკომენდაციებს. კითხვის დასმას უფლება ხო გვაქვს? ესე გავაგრძელებ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ბატონოშა, ხო მომართეთ.
კი ბატონო, ეხლა გავაგზავნე. კიდე დავსვამ თქო კითხვას, ხო შეიძლება? კითხოთ და გიპასუხოთ. ხო მარტო ეს ხარ, ხო გითხეთ რომ გაქვს ხო არა და ხო ჩემთვის გისმენთ. მადლობა. ნუ მოდით ცადოთ, ცადოთ რომ ნუ შევქმნით ქარიშხალს კი არა, ნიავსაც კი ჭიქაში, რომელიც უბრალოდ არ არსებობს და თუ რატომ მე შემაცი მე მოგახსენე. ნუ შევქმნით და ხარ ვინმე თითქოს ვინმე რამეს არ გეუბნებათ. არა, გაქვთ თუ არა კითხვის და ლაპარაკობთ თქვენთვის გააგზავნეთ. გავი, კი ბატონო, მადლობა. მე არ ვთვლი რომ ეს ქარიშხალია ჭიქაში და არც ნიავია. თუ ეხლა გავაგზავნე, თუ თქვენ ფიქრობთ რომ თელეს ინფორმაცია მოცემულია სადღაც და ზედმეტია ეს კითხვა თუ ვინ მოიგო ხო შესყიდო მაშინ რატო გვიწერთ აქ მაგალითად დამუშავების სისტემა ესეც ხო არის იქ ეს არ არის ეს არის სამსახურეობრივი ბარათი რომელსაც დირექტორი წერს გენერალურ დირექტორს და მე თქვენ ამას გიფორვარდ გავიგე მაგრამ გავიგე თქვენ მიხსენთ და თქვენ ამბობთ რომ ეს საკითხები პირობებში სატენდერო პირობებში არ წერია ხო და მაშინ თუ წერე რაღაც მაშინ პირდაპირ დაგვიწერეთ ესეთი რამე რომ ჩავატარეთ ტენდერი დავატარეთ ტენდერი და აგვიწიეთ ხელი და ასე ხო არ უნდა წავიდეთ ამ გზით უნდა წავიდეთ როგორი გზით იცით ჩემი ჩვენ კამათის რეჟიმში ჯერ არა ვართ მე კითხვას დაგისვამ თუ გინდათ მე უნდა ვიკამათოთ აუცილებლად მე რამდენჯერ მეკთხოვეთ სხვა შორის ეს პირველი შემთხვევა არ არის რა პრობლემაა თქვენი მხრიდან რომ მეტი ინფორმაცია გამოუგზავნოთ სამეურვეობაში. მე მაგალითად მაინტერესებს და არ არის სწორი მიდგომა რომ გვეუბნებით შედით რაღაცა სხვა საიტებზე და სახელმწიფო შესყიდვები და იქ დავიწყო სადღაც ზებნა. ეს არ არის სწორი მიდგომა. თქვენ უნდა უზრუნველყოთ ვინაიდან ნაწილობრივ მაძლევთ ინფორმაციას და სწორია რომ ის ნაწილიც გამომიგზავნეთ, ამავდროულად უნდა გამოაგზავნოთ სხვა ინფორმაციაც რომელიც ეხება ამ ტენდერს. რომელიც დაკავშირება არა ისე რომ ლინკი ჩამიგდო და აქ არაფერი ცინიკური არ არის მე ვამბობ რას რომ მილიონიანი ტენდერია და მაინტერესებს სრული ინფორმაცია თქვენგან გამოგზავნილი იმისათვის რომ კვალიფიციური კითხვები დავსვათ და თუ თქვენ და ამას არ მომცემთ ბუნებრივია მე ვერ დავსვამ ნორმალურ კითხვას რა არის გაუგებარი არ მესმის უბრალოდ დადის ინფორმაცია ცელდება და უნდა გადავამოწმოთ ეს ამბავი რომ თქვენი მეუღლე მონაწილეობს ამ ტენდერებში და ხო აი ეს დადის და ამიტომ გითხარით ერთეცოთით რა ამიტომ გჭირდება ღიაობა და გამჭვირვალება ამიტომ ითხოვს ლაშა ამას გავიგე ერთეცოთი არა მე მოგცემთ მე რომ მოგცემთ სიტყვას მაშინ ვიპასუხებთ თუ ეს არ არის სიმართლე ამას ნახავთ ხო სწორია ხო მე რასაკვირველია უკაცრავად ამ საკითხს ეხლა გავიგე რას ვამბობდა ბატონი ლაშა მანამდე არა მომისმინეთ რა ეს მე კითხვა მაქვს ჩვეულებრივად იქიდან გამომდინარე რომ პირველად აგი ბატონ ნოდარი იყო არაერთის დავსვი ეს შეკითხვა ლაშა გავიგე ხო მოგეცით არა უბრალოდ მე კიდე გავმარტე კიდე ერთხელ გავიგე თქო და მე ხარ მithქვი თქვენ რას ამბობთ მე მივხვდი ეხლა როცა ქალბატონო ერთოთი რა თუ შეიძლება რა ხო და ეხლა მივხვდი რას ამობდით მე ვერ მივხვდი აქამდე ეხლა მივხვდი თქო და მე ვერ მივხვდით სწორედ მაშინ რასაც ვამბობ მე ვამბობ მარტივ რამეს რომ მე მივხვდი რომ რას ვამბობთ არა მე ვამბობ სხვა რამეს აბჭუჩი არა არ გაცემ როცა მე და ლაშას გვაქვს განსხვავებული შეკითხვა რომ არ ვიმართები ცენტრალური ღერძიდან როგორც იმართებით თქვენ არ მithქვია საერთოდ ქართული ოცნებიდან არ ვიმართებ და ოპოზიციიდან ვიმართებ თქვენ იმართები და მე და ლაშას გვაქვს განსხვავებული ინტერესი ვიპასუხე თქვენ რას ერთი წუთი არ გაგაცემით პასუხს სანამ არ ვიტყვი არ გვაინტერესებს სანამ ვიცი რომ უმართავები ხართ გავიცნობ კი ბატონო მაგრამ მე ხლა მაინც დაბეჭდებით თქოთ რომ მომისვინოთ მე ხლა მივხვდი თქო როცა ამბობ სიამდვილეში რა იდგა ამ კითხვის უკან თქო ესე მე ხო და მაგას ეხლა მინდა გავმართოთ სიტყვილა მიხვდით მაგას არასწორი და შეთქმულების თეორიებში ხარ ჩაფლული თავად ეხლა რაც მითხარით მთელი თქვენი პროპაგანდა მაგას ემსახურებს ეხლა აქაც გინდათ გამოი კარგი დო ეგონოს რაც არ უნდა ისაუბროთ თქვენ ორივე მაინც ესე დაგზა ეხლა ნახეთ რა მინდა გითხრათ მე მინდა რომ დასაწყისში ესე ვთქვა რომ ესეთი რეკომენდაცია გავწიო ჯერ ეს ხმამაღლა როდესაც შემოდიან სამეურვეო საბჭოს წევრები მე შემოსულა პროგრამას მიყურებია ხოლმე ტელევიზორში არის ისინი აცხადებენ პროგრამას როგორ განავითარებენ და მე ეხლა ვფიქრობ რომ კატეგორიულად აუცილებელია გარკვეული ან ტესტია რაღაცის ჩატარება მინიმალური ცოდნის შესახებ ეხლა რატო გულისხმობ ამას რომ
მე ვხედავ ამას თვალდახელშუა, ეხლა დამამთავრებინეთ, რომ ადამიანებმა ის აუცილებელი, რომელიც არ მოუწიათ სხვადასხვა ეტაპზე, არ აქვთ ელემენტარული ცოდნა, მაგალითად როგორ ტარდება ტენდერები. მე ახლა გთხოვთ სანამ თინა ამას პასუხს გაცემთ თქვენ კონკრეტულ ბრალდებას თუ მოარულ ხმებს, რომელიც სადღაც დადის, უკაცრავად მე მინდა მანამდე დაიწყოთ და ზუსტად განმარტოთ, ვინ ატარებს ამ ტენდერს. ეს ადამიანებმა არ იციან, სხვათა შორის მე პირველი შევატყვე, როცა ადამიანებმა არ იციან, რას ნიშნავს უბრალოდ კონსოლიდირებული ტენდერი და უბრალოდ აქ რატო არ წერია, რომ კონსოლიდირებული არ არის, როგორ ტარდება, რა როლი მიუძღვის ამაში პირველ არხს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის შემდეგ უკვე, როდესაც ამას გაეცემა პასუხი, მე ვიტოვებ უფლებას უკვე რადგან ერთგვარი უკვე არ ვიცი ემოციური ნაწილი ქვია ამას თუ რაღაცა, უკვე ამ მოარულ ჭურებთან დაკავშირებით ამის შემოტანა, აქ უკვე ესე ცალკე ვისაუბროთ. რატო იცი, კიდე ბევრი მოარული ჭორი დადის ბატონებო და კიდე ბევრი რამე მსმენია და თუ ეს აქ უნდა გავარჩიოთ, ეს ცალკე საკითხება. ამ შეფასებას მე პირადად სამეურვეო საბჭოს წევრი ესე ვერ დავტოვებ, იმიტომ რომ ჩვენ ვაძლევთ ამას ხმას, ჩვენ ვწევთ ამის შესახებ ხმას და ჩვენ ვწევთ ამაზე გადაწყვეტილებას ვიღებთ და თითოეული საჭიროებო გადაწყვეტილება იმ წუთში გადაიზარდოს, ესე ვთქვათ, რაღაცა იმაში არ არის. ეხლა მეკითხოთ, ჯერ ტენდერები როგორ ჩატება, ის აგვიხსნათ კიდე. აი ჩათვალეთ, რომ მე არა მაქვს წარმოდგენა ამის შესახებ და ამის ხსენით რომ ერთხელ და სამუდამოდ მორჩეს ეს პროცედურა. თუ რამე დააყდება, მე დაგისვამთ კითხვებს. კი ბატონო, პირველ რიგში და ორივე კითხვას აბსოლუტურად მშვიდად სხვადასხვანაირად გავცემ პასუხს. პირველი ბატონ ლაშას კითხვას რაც შეეხება და მე მოვითხავ, არ გთხოვთ, მოვითხავთ, რომ გამგვაგებინოთ, როგორი ტიპის დოკუმენტაცია უნდა შემოვიდეს. დებულებით, რითაც გინდათ, იმიტომ რომ ესე მოუჭერი და შევკერე როგორც გვინდა, ჩვენ აქ საბავშვო ბაღში არ ვართ ერთი წუთი, ჩვენ აქ ვართ ძალიან დაკავებულები, ვინც ამას ვერ ხედავს და ეს ძალიან არ მაინტერესებს თქვენი შეფასება, ეს არის ფაქტი, 24/7-ზე აქ ადამიანებმა სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადმოვიტანეთ ეს ტელევიზია და ეხა დიდი ბოდიში როგორი აბზაცი საიდან უნდა იწყებოდეს, როგორც გვეტყვით, ისეთ აბზაც შემოვიტან, წერაც ვიცით, კითხვაც ვიცით და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება შესყიდვებს, ეს არის ადგილი და ეს არის ამ ორგანიზაციის ყველაზე საამაყო ნაწილი, ფინანსური ნაწილი და ჩემი ამ შემთხვევაში თქვენ ჩვენ კარიერას როგორ შეაფასებთ, ესეც ისტორია ყველაფერს შეაფასებს, არის ყველაზე გამჭვირვალე ისე დავხარჯეთ ამ შენობის თანხა და ერთი გადაუდებელი შესყიდვა არ ქონია, ყველაფერი დაგეგმილი იყო თავის დროზე და არც ერთი პირდაპირ შესყიდვა არ გაგვიხორციელებენია. თუ დამისახელებ ჩვენს ქვეყანაში მსგავს პრეცედენტს, აი ნებისმიერ რამეზე ვარ ხელის მომწერი. ეს პირველი. მეორე რა არის პროცედურა? პროცედურა არის შესყიდვების კანონი, რომელიც იმართება შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ვებსაიტზე, სადაც აქვს თავისი პირობები, ჩამონათვალი, კრიტერიუმები და ყველაფერი, რომელზეც ჩვენ ვოპერირებთ, ჩვენი ტენდერ, შიდა ტენდერებს არ ვატარებთ, ხო ესეა? ამიტომ შესყიდვების კანონის ყველა ასე ვთქვათ დეტალს მივყვებით, ხშირად, როდესაც ესეთი შემთხვევაც ყოფილა, იქ არსებობს საბჭო, რომელიც შემდეგ ასაჩივრებს თუ რაიმე არასწორად არის ამ პრეცედენტს არასწორად აქვს შემოტანილი საბუთი ან რაიმე ტიპის შეიძლება შენიშვნა იყოს და მივყვებით ამ პროცედურას. არც ერთი შემთხვევა არ ქონია, არც ერთი პირდაპირ შესყიდვის, ან რაიმე გადაცდომის, ან ასე შემდეგ. ამიტომ ეს წესი თუ გნებავთ, რომ საჯაროდ უფრო დეტალურად მოგაწოდოთ, კი ბატონო, copy paste-ით ამოვბეჭდავთ, თუ ლინკი არ გაწყობთ ონლაინ და მოგაწვდით, თუ უფრო ნაკლები გნებავთ და არ გინდათ, რომ იყოს ჩვენი მოხსენებითი პარათი განმარტებული, იმასაც მოხსნით და არ მოგაწოდებთ, რომ არ მოგაწყინოთ თავი ჩვენი დიდი წერით. ეხლა რაც შეეხება ჩემს მეუღლეს და აქვე მე აქაც მოვითხოვ, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მოვითმინე, ყველაფერი ჩვენი ბორდის წევრებისგან, მაგრამ ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ამას ესე არ დავტოვებ და მე ვითხოვ მოარულ ხმას არა, მათ შორის მოარულ ხმაზე ფაქტს, მე ვარ საჯარო პირი, მე ვავსებ ყოველთვიურად დეკლარაციას და დეკლარაციის ნაწილია ჩემი მეუღლე. მე მინდა ქალბატონმა ლიკამ ამობეჭდოს, ამოპრინტოს, ეხლავე შევიდეს ნახოს რა ქონებას ფლობს ჩემი ქმარი, რა კომპანიები აქვს, ან ერთი შემთხვევა მაინც ეს ხო საჯარო ინფორმაცია, ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი მოარული ხმა, ეს არის ფაქტი. ფაქტი. არა მარტო ოდნავი შეხება მაინც თუ შეიძლება კონდეს ტელევიზიასთან, ან რაიმე ტიპის, ან მშენებლობასთან, ან ტექნიკურ ნაწილთან, მე მინდა რომ თითო მისი ლარი ძალიან ცუდია ხა ამას რომ ვამბობ,
ამოიღოს და მე მოვითხოვ რომ ბორძე წამოიღოს და ხმამაღლა ამოიკითხოს მისი შემოსავლები ერთი წუთი მოვითხოვ როგორც ჩვენ მოიქცეთ იმიტომ მაინტერესებს მე დავასრულებ ეს შეკითხვა არ არის ეს არის ბრალდება როგორც წინაზე ჩემი სანქციები ჩემი არა ასე შემდეგ ეს არის ბრალდებები რომელსაც მე ვატარებ ვინაიდან ანგარიშის ეთყობა თქვენ სია არიცით რა არის და კარგად არ ხარ ჩახედული ამ ყველაფერში და როგორც არ მაინტერესებს, თუმცა ეს არის ბრალდებები, რომელსაც ისევ და ისევ ამბობ ჩემი თმენის ვალდებულებით, მაგრამ როდესაც გადადის ოჯახის წევრებზე და ჩემ შვილებზეც გადაიარა, მე ვითხოვ, არა, არც ვუარყოფ, ეს არის შეურაცხყოფა და თქვენ, იმიტომ რომ ყველა ტენდერი, ეს არის შეურაცხყოფა, ეს არის ბრალდება უფრო მეტიც. მე მზად ვარ, ბატონო ვასი, მე მზად ვარ, რომ სამართლებრივ ნაწილში გადავიყანო ეს ყველაფერი და აუცილებლად გადავიყვან, იმიტომ რომ ეს არის სხვისი მათ შორის პირადი მე თან მზად ვარ თქო რომ საჯაროდ ქალბატონმა ლიკა მათ შორის მისი შემოსავლები ამოიღოს და რაიმე ტიპის ოდნავი მაინც არ ვიცი არის მესამე პირზე ხო მეექვსე პირზე დაახლოებითი სულ ერთია ჩემთვის რაიმე კვეთა თუ იქნება მე იმ დღესვე დავწერო განცხადება ოდნავი მაინც იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის პრინციპული საკითხი ესეც ეხება ჩემ ოჯახს რაც მე მეხება და ჩემ საქმეს მე მგონი ბევრი გავატარე მაგრამ ამას ესე არ დავტოვებ რა მე ვითხოვ არა მარტო ჩემი მეუღლის ჩემი აი რაიმე ტიპის ნეპოტისტური ერთი ადამიანი არ მყავს მე აქ სამსახურში მოყვანილი რომელიც ჩემთან შეიძლება რაიმას შეხებაში იყოს არამც თუ ოჯახის წევრი ამაზე სრულად ვაგებ პასუხს სხვა შემთხვევაში მე აქ უბრალოდ აღარ ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას რა ეს ზედმეტია უკვე გაცდა ყველანაირი საზღვარი მე ახლა ვიდა რომ ერთი წუთი თქვენ შეგიძლიათ ბოლოს დაასრულოთ მე გავცე პასუხი არა მე წევრი რა უნდა გაცეთ პასუხი ლაშა თქვენ ვერაფერ პასუხს ვერ გაცემთ ახლა მე უნდა საუბრო არა ამ იმაზე როცა გაცეთ კი ჩემ კითხვაზე არა თქვენ კითხვაზე პასუხი ხარ თქვენ თუ ახლა ესეთი მიამიტი არ ახარ ნაცალე ჩემი სიტყვა არის და რა ვქნა ავიღე სიტყვა და ვაბობ რა გონიათ ახლა რა მაჯობებს სიტყვაში თუ რა არის ჩემი სიტყვა არის ახლა და არავინ არ გეჯიბრებათ სიტყვაში უბრალოდ რა ხან ითქვა ამ დებულებასთან დაკავშირებით მინდა გავსვენოთ საკითხი არის შემოტანილი ახლა მომისვიდეთ დამამთავრებინეთ ხო გამორთეთ მიკროფონი გამორთეთ ნუ მიყურებ ერთ ეს შემდეგ მაშინ ვეთქვი ხო შემდეგ როცა მოგცემ სიტყვას მაშინ იტყვი როცა მოგცემ სიტყვას და როდეს მე არ მოგეცე დუქდი პრობლემას ახლა მომისვიდეთ რა არის რაც შეეხება დოკუმენტაციას და მიღების წესს ეს არსებობს და მე გთხოვთ ყველა სამეურვეო საბჭოს დაინტერესებულს წაიკითხოს და რა დოკუმენტაცია არის მისაღები მიიღოს იმ კანონის ფარგლებში რაც დამატებით არის მოითხოვს ეხლა რა შეეხება ამას რისკენაც დაიწყო თქო და რასაც მივხვდი და მეგონი მოისვინეთ ახლა კარგად ეხლა თუ გონიათ რომ დიდხანს აპირებს ვინმე რომ გაატაროს ეს წაჯეკ უკუჯეკობანი თქვენი აქეთ იქი და ხან ერთად ხართ ხან ცალკე ხართ გასაგებია რაც არის ეხლა მომისვინეთ შემოკარგო მე ვიწყებ ჩემით და არავის არაფერს არ გეუბნებით შემდეგი სექტემბრისთვის მე გთხოვთ სექტემბრისთვის და ეს არ დაივიწყოთ და დააუქმეთ ჩემის მე დაბეჭდებით გთხოვთ პასუხისმგებლიან სამეურვეო საბჭოს წევრებს პასუხისმგებლიან და გენერალურ დირექტორს მე მოვიტან ჩემი 3 წლის ქონებრივ ყველა შემოსავლის დეკლარაციას და დეკლარაციაში შევსებულს როგორც არის ვიხოთ ეს აი როგორც არის წესი რა შემოსავალი მივიღე საიდან მივიღე როგორ მივიღე და ყველა დაინტერესებულ პირს ყოველ კაპიკზე გავცემ პასუხს მე მოგიწოდებთ ყველა მამას მოიტანოთ მე არ მაქვს ამისი არ ბრძანების უფლება არაფერი ვინც ამას არ მოიტანს ჩემი პირადი სრული უპატივცემულობა ეკნება მას არაჩებილი ამის გამოხატვა ეხლა რა შეეხება რა პრობლემაა ბატონო არაფერი შემოკარგო დასამალი და განსაკუთრებული და თემა მომისვინეთ თემა მეორე ეხლა მეორე საკითხი არაფერს არ გთხოვთ ყოველგვარ ასეთ ინსინუაციებს ასეთ გინდათ ბინძურსაც ვიტყოდი ამ პროვოკაციებს ეს ჩაბოდა მე ესე ყური მოვკარი და რაღაცა ყური მოკრულით საუბრობენ არა სამეურვეო საბჭოს წევრმა ეს არ უნდა იკადროს ყურმოკრულით საუბრობენ ამ დონის ადამიანები რომელიც ყურმოკრულები არიან თვითონ და ამაზე საუბარი და დიალოგი და კამაც მე მოგიწოდეთ რომ არ გავაგრძელოთ და მე მაქსიმალურად ვცდილობ თქვენთან ამ ეტაპზე ყოველგვარი კამათი მე არ დამიმალავს თქვენთვის მე მავალდებულებს კანონით და ბანდა ვიჯდები თორე ჩემი პატივისცემა თქვენთან დაახლოებით 0-იან 0 ხმოთ არის იმიტომ რომ სხვადასხვა საქციელების გამო ამის გამო და მაქვს ამის უფლება ეხლა რა შეეხება მე მას საკითხს ვაყენებ
თუ რამე არსებით ის არა გაქვთ, ვაყენებ, აქ იყო ვაყენებ კენჭისყრაზე, ვინც უჭერს მხარს, არის. საკითხი არის მარტივად. ვინც იცის ტენდერების წესი კიდევ ერთხელ განმარტოთ, ამას ატარებს სატენდერო კომისია, მოვიდა დირექტორი და განმარტა რას ეხლა რატო არ არის მანამდე ეს გასულით ეს იყო მანამდე იმიტომ არ არის და კანონში იმიტომ რომ თუ აგიხსნათ კიდევ ერთხელ ეს რამდენჯერმე იყო ეს საკითხი ვინც აქ მახსოვრობა მოკლეა იმას შევახსენებ ნოდარს უნდა ახსოვდეს გახსოვთ ნოდარ მანამდე რატო არის იმიტომ რომ ეს ახლა უნდა ჩატარდეს რომ ვიცოდეთ რომ რჩება რომ რას ვაძლევთ ხვალს და რაც არ ვაძლევთ ხვალს ხო ეს არის დანარჩენი დეტალი გაინტერესებს აქ არის. ეხლა მე ვაყენებ ამას კენჭისყრაზე. არა, ვერ დააყენებ, იმიტომ რომ ვერ დააყენებ, იმიტომ არ ღვევ, იმიტომ რომ მე მაქვს უფლება. რას ვარ გავცე, ეს უფლება და ჯერ ეს გამარკვევინე ამ ბრალდებაში. ხარ თუ არა ხარ? აი ლაშაო, იმას გულისხმობსო. ბრალდება, კითხვის დასვა ბრალდება. არა, მე ეგ არის ქალბატონ ლიკას კითხვა. ბრალდება თუ არა? ხოცა, ლაშაო, მაგიტო და ეს კითხვა მომეჩვენა? არა, მე ეგ კითხვა ჩემ ხედა დასმული არ ყოფილა ეს არის ქალბატონ ლიკას კითხვა. ჩემი კითხვა არის ჩემი ხელს ხან არ მოაწერ. რას ქვია ხან მოაწერ ხან არ მოაწერ. ჩემი კითხვა რაღაცაზე თუ ხარ ბოლომდე მაინც ქენი. არა ხო, ნუ იმაშობი რა ეხლა რა. იტყუები ჩვეულებრივად, იმიტომ რომ საერთოდ არ ვიცოდი რა ასეთი კითხვა თუ ქონდა ლიკაზე. ეს მისი კითხვა. ჩემი კითხვა რაც არის, მე ვაგებ პასუხს იმაზე რაც მე დავსვი კითხვა. გასაგებია მე მგონია თუ არ გესმის არ მაინტერესებს საერთოდ შენ რა გესმის და არ გესმის რა მე ჩემ სიტყვაზე პასუხისგებელი ვარ მე ვიძახი მარტივ მე რასაც ვამბობ იმაზე აი ესე დოკუმენტის წარმოდგენა ფიქრობ არ არის სწორი ფიქრობ ხო გავაკეთებ დებულებას რო თქვა ქალბატონმა თინა მოვამზადებ მე როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი რამდენიმე მილიონიანი ტენდერის დამტკიცების საკითხი ბოდის გიხდით რა დაუწევ ხმას არა რა თქმა უნდა არა გასაგებია ბატონგია უნდა მიიღოს მაგრამ მანამდე ვამბობ ესეთ რამეს რახან აქ ითქვა და მე არაერთგზის დავსვი ეს კითხვა და მე მაქვს ჩემი მოსაზრება რომ ასე არ უნდა იყოს წარმოდგენილი იმიტომ ძალიან სერიოზული თანხები წარმოვადგენ ჩემს პოზიციას დებულების სახით მორჩა ეს იყო ჩემი შეკითხვა და ეს არის პასუხი დავამთავრე წარმოადგენ და ვიმჟელოთ თუ მიიღებთ არ მიიღებთ მე კიდე გავიწვი ხოლმე ისე რომ არ არის აქ ეხლა აქამდე ესე იყო ამ დებულებით მუშაობდით და როცა მივიღებთ ახალს ვერ იქნება დებულება საერთოდ არ გვაქვს ამაზე ეს არ ნიშნავს არ გვაქვს სამწუხაროდ ამაზე რანაირად უნდა იყოს წარმოდგენილი არ გვაქვს არანაირი დოკუმენტი ჩვენივრად გვაქვს ყველაფერი სადა გვაქვს მაჩვენე სად არის დოკუმენტი როგორ უნდა გასაგებია რომ ამბობენ სწორს ამბობენ რომ გითხარით როგორ წარმოადგენ რამდენჯერ თქვენს და გავაკეთოთ მე რა საბუთები უნდა იყოს იმისთვის რომ ვიმჟელოთ რა ერთი წუთი რა რაც გინდოდათ მომიშვიდათ ახლა გაჭირვლა გეუბნები და კეჭ რაც გინდოდათ ის მოახერხეთ და თქვით დებულება არა ის გაინტერესებთ ახლა თქვენ აი ეს გაინტერესებთ მაინტერესებს ზუსტად აი ეს გაინტერესებს შენ არა ზუსტად დებულება მაინტერესებს ეს გაინტერესებდა რას თქვი არ მაინტერესებს აი რა ეგ მაგას ვათქვევინო მე არა მე დავიხიო ლაშას უნდა და არ ეს გაინტერესებს ეგ არის შენი ფანტაზიები და კონსპიროლოგიური რაღაცა და ისინი რა გადაეცემ აღა არ მინდა ეხლა რაღაცეები გიცენაზე გადგებათ არ გადგებათ ყველაფერს ამადგება ენაზე გასულ მიდი რა ვიცით ხმაც მინდოდა ის თქვითქო გეუნები რა კაბალაშა და ერთოთე და კეთო ერთი ვიტყვი რა ბოდიში აპარაკო და ძველი ბიჭის იმაში ხართ ამპლუაში ამჯერად ბოდიში თუ შეიძლება რა კულტურა რა სტანდარტი კითხვა დავსვით ხალხი ლაპარაკობს დავსვით კითხვა დირექტორს ბატონ გოჩას დიდი ხანია ვიცნობ ჩემ მეგობრ ალი კარაზმაძის მეგობარი ხარ ვიცი ჩემი ბავშვობის მეგობარია ზურაჭელიძე მე თქვენ ძალიან დიდ პატივს უბრალოდ გვინდა გამჭვირვალება და ამაზე ვლაპარაკობთ ხო მე მგონი გასაგებია თუ შეიძლება რა ერთი წუთი რა ერთი წუთი საბუთები არასდროს არ აინტერესებს თქვენ ბავშვობის მეგობრები აქ მოწოდებული არც ერთ წერილზე არც ერთ მოთხოვნაზე დეტალიზაცია იმ საკითხების რომელიც ჩვენ გვაინტერესებს და თქვენ არც ერთ არ მოგვაწოდეთ არც ერთ გოჩა თქვენი მეგობარი თუ არის ბატონი გოჩას ჩატარებული ტენდერებია ეს ტექნიკური დაავადებები ბატონ გოჩაში არ არის საქმე ქალბატონი თინათინის მეუღლის რაღაც კავშირებზე საუბარი გოჩაში არ არის საქმე არ ვიცი უგაცრავად თუ შეიძლება ცნობის შესახებ არ ვიცი ჩავერთო დააგდოთ რა არ მაინტერესებს თქვენ ბავშვები არავის არ აინტერესებს თქვენ ბავშვების მეგობრობა აქ ბატონო ლაშა ერთი რაღაც მინდა თქვა უბრალოდ და მე მგონი რომ ძალიან ნათელი კანონი რომელიც იყო მიღებული ტენდერების შესახებ ტენდერს თუ გახსნის საერთოდ ხო
მიზანი ამ ყველაფრის არის ის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა იმაზე, რომ ტენდერები იყოს გამჭვირვალე და ყველაფერი ნახოს. ამისთვის არის ეს გაკეთებული. და თუ ჩვენ გვინდა განსაკუთრებულ მდგომარეობაში მოხსნახლებიდან ჩავიყენოთ თავი, ჩვენ თვითონ შეიძლება შემოვიტანოთ წინადადებები ან მივიღებთ, ან არ მივიღებთ და ის რომ ვიღაცა დავადანაშაულოთ, მოდი შეეცადოთ დავადანაშაულოთ რა მიშ. არ მიმაჩნია სწორად. კიდევ ვამბობ რა, ეს კანონი არის მაგისტვის შექმნილი, რომ გამჭვირვალე და ყველაფერი იყოს ცნობილი და თუ იმეს აქვს სურვილი, დააჭერს ის და ყველაფერს გაიგებს. სპეკულაციები გამოირიცხოს, ჭორები გამოირიცხოს, უნდა იყოს ისე, როგორც ამობს ლაშა. კაი, კეჭისხაზო. სამწუხაროდ, იმიტომ რომ წინადადებას ადგენს ტელევიზია, მას აქვს თავის შეხედულებები, არის რაღაცა პროცესი, უამრავი კითხვა შეიძლება მარტო ის ნაწილი არ არის და ამიტომ საჭიროა სრული დოკუმენტაცია იმისთვის, რომ არის ლაშა, არის საქმის კურსი. როგორ არა ვარ, ძალიან კარგად რო ვარ საქმის კურსში, იმიტომ მინდა რომ იყოს სრული ინფორმაცია. სპეკულაციებს და ჭორიკანებს ავრცელებენ სპეკულიანტები, ჭორიკნები და ნაძირლები და გაიძვერები. აი ეს ადამიანები. ჭორების და დეზინფორმაციის მანქანას თქვენ ქმნით ვიმრაზე თქვენს გადაცემებში. გასაგებია. თავის რუსული კლუბებით. გასაგები არ არის. საინტერესოა რა, ესე იგი ჭორების და ომის ვეტერანები, აი როგორ არის? ხარხნები და ომის ვეტერანები ტროლების და დეზინფორმატორების თქვენსკენ მოიკითხეთ. კაი, კეჭისხაზზე ვახედავ. რა არის? რამე გაქვთ ომის ვეტერანებზე? ხო, კეჭისხაზზე ვახედავ, ხო. ვინ არის მომხრე რომ ხარი დაუჭიროთ ამ ტენდერის იმას? 1 2 ესე იგი მეცადე არ დაიწეროთ 1 2 3 4 5 აქ არის 7 არის მომხრე და ბელა არის მერვე 8 არის მომხრე 3 წინააღმდეგი. 1 საერთოდ არ მინახია 2 თვია მეტი. 1 საერთოდ არ მინახია თქო და ზაზა არ მინახია და აბა სად არის? ვერ ხედავდა თუ არის? ვერ ხედავ თქო და რა ის არის ეგერ არის შუაში და იყოს ეგერ. ნუ ვერ ხედავ და თუ ხედავთ ეგერ არის რა ვქნა. კაი არ ვანდარდებს ახლა ეგ საკითხი. რა? წინააღმდეგი ხარ და გავაფიქსირე უკვე და მუდმივად წინააღმდეგი ხარ, ვიცი. კი ბატონო. ესა არის ხდომა კიდევ ეს საკითხი, აჭარის საკითხი. მოგესალმებით მეგობრებო. ჩვენს ტენდერზე გვაქვს საუბარი, რომლის ჩატარებას გეგმავთ, ახლა მიდის ბაზრის კვლევა და შესაბამისად ცილდება ეს 1% და გვესაჭიროება თქვენი თანხმობა. გეტყვით რაზეა საუბარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო გეგმავს 2025 წლის ბიუჯეტის ფარგლებში აჭარის რადიოს ტექნიკური მოდერნიზაციის მიზნით შეისყიდოს სპეციალიზირებული რადიო სადგურებისთვის შექმნილი პროფესიონალური აუდიო მიქსერებისა და აუდიო სიგნალების კომუტაციის სისტემა და ვიდეოს პირდაპირი მაუწყებლის მულტიფუნქციური სისტემა. შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით და ლიცენზიებით ჩვენ ეს დიდი ხანია გვინდოდა გაგვეკეთებინა, უბრალოდ წინა წლებში ვერ მოახერხეთ ბიუჯეტიდან გამომდინარე და მოგეხსენებათ, როცა ბიუჯეტს ვამტკიცებდით, ეს გეგმიურია, ეს ჩადებული გვაქვს ბიუჯეტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი კოლეგა ქალბატონი თინათინიც საუბრობდა იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ახლა ამ მოდერნიზაციას. თან რადიოში ამ ხრივ სავალალო მდგომარეობაა ჩვენთან მით უმეტეს, იმიტომ რომ ძალიან გამოსული იყო ყველაფერი მწყობრიდან და შესაბამისად, აი მოვახერხეთ, რომ წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებული და გეგმიურად, რა თქმა უნდა, შევიძინოთ ეს ყველაფერი. მოცემულია თანხობრივად რა როგორ რანაირი დარწმუნებული ვარ ყველას გაქვთ ეს დოკუმენტი და ჩვენ ესე ვთქვათ ამ შემთხვევაში რომ ჩაუშვათ ეს ტენდერი ამ თანხასთან დაკავშირებით, როგორც უკვე თქვი 1% ცილდება, გვჭირდება თქვენი თანხმობა. შეკითხვები არ არის. ბატონო, ბაზრის კვლევის დეტალები რომ მოგვიყვეთ, რას იკვლევთ კონკრეტულად?
აი ამ კვლევის? ბაზრის კვლევა ეს ელემენტარულად ყველა ტენდერი, როცა ტენდერს ვაცხადებთ, უშვებთ ბაზრის კვლევას ვაცხადებთ და სხვადასხვა კომპანიები თავაზობენ თავის შემოთავაზებებს, თავის ფასებს და ეს არის აი ბაზრის კვლევა, რომ გავიგოთ, ესე ვთქვათ, ბაზარზე რა თანხებთან გვაქვს საქმე, რომ შემდეგ უკვე დავდოთ ვთქვათ, გონივრული თანხა. უკაცრავად ერთი კითხვა მაქვს ბატონო ლადო. დიახ. ბაზრის კვლევა არის ტენდერის წინ რამოდენიმე ორგანიზაციას სავარაუდო მომხმარებლები რომლებიც არსებობენ უგზავნიან. დიახ. მოთხოვნებიც არის და იმის მიხედვით ისინი გზავნიან ფასებს და შემდგომ უკვე იმის მიხედვით ხდება კანონის მიხედვით კანონი იძლევა კანონში ესეც გაწერილი ხდება ფასის დადგენა და გამოცხადება. მე ერთი კითხვა მაქვს. ეგ გაგვნიშნე ზუსტად. არა, მე უბრალოდ აქ ახსენი, ბატონო ლადო, რაღაც ერთი კითხვა მაქვს. აი ხა ჩვენ გქონდა თქვენამდე გქონდათ ზუსტად პირველი არხთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე ის ხდება, რომ ციფრული მიშერების შესყიდვა ხდება და არის კიდე კომპონენტი ტრენინგის. მე ვიცი ხა ჩემი გამოცდილებიდან არ ვიცი თუ რამე შეიცვალა ისეთი რომ ეს განათლება, ანუ შესაძლებლობები ამ ციფრული მიშერების არის გაცილებით მეტი, ვიდრე გამოყენება ხდება ტელევიზიაში. ეს პრობლემა იყო ყოველთვის ყიდულობდით რაღაცას და მისი გამოყენების შესაძლებლობა არ იცოდნენ ხოლმე სრულად. შესაბამისად, აი იმ განათლებისთვის, ანუ ტრენინგებისთვის, აქ არ ვიცი ვერაფერი დავინახე, გააქვთ რამე გათვალისწინებული რომ ეს გასაკვირველია, იპასუხებთ. პატიტაბერ გეტყვით რა, არ დამალავ რა, ერთი ისეთი ჭორი გავიგე რომ გამეცინა რომ ადამიანს იმიტომ გამოუცვალეს მიქშერი რომ ციფრული არ იცოდა მუშაობა. ეს არ ვიცი. საგოხდა, მაგრამ არ მინდა, მე მაგას მე დავილაპარაკეთ, ესეთი მომენტი იყო და არ შეიძლება ესეთი რაღაცეების ეს ხო ჭორები გეტყვით. მაგ ხდება, მე ბევრი გამიგონია ხოლმე. ტრენინგი აუცილებელია. არ ვიცი როდის ხდებოდა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ესე ნამდვილად არ არის. მე ახაც ვიტყვი რომ ახლა ჯობია, ესე ვთქვათ, ვისაუბროთ საბუთებით და დასაბუთებლად ვიდე რაღაცა ჭორების დონეზე ვიღაცამ რაღაცა მოყვა, ვიღაცამ რაღაცა თქვა, ეს ასე არ არის. მეცაც გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ აბსოლუტურად დავგზავნე, გამოვცვალეთ ძველი სისტემა, რაც შეეხება სააპარატოში ტელევიზიაში, დავაყენეთ ახალი. სხვა გამოსავალი არ არის, შესაბამისად იმ ახალზე უნდა იმუშაო. იგივე ხდება ახლა რადიოშიც. ეს იცვლება ფუნდამენტურად, ის ძველი სისტემა, ანუ ამის გამოუყენებლობის შანსი არის ნული. სხვა გზა არ იქნება. რაც შეეხება ვინმეს თუ დაჭირდება ტრენინგი და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა ისედაც გათვალისწინებული გვაქვს და ყველას ესე ვთქვათ მივცემთ იმის საშუალებას, რომ გადაეწყოს ახალ სისტემას. ძალიან სასიამოვნოა თუ იქნება უბრალოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, თქვა ბატონმა გოჩამ ბოდიშით რა. თქვენამდე ძალიან მნიშვნელოვანი რამე ბრძანა, რომელი პრობლემაც ყველა ტელევიზიაში დგას ხოლმე, ეს არის ინტეგრირება ყველა მიქშერების ერთად იმისათვის, რომ დიდი ამოცანების გადაჭრის საშუალება იყოს. ანუ ციფრული მიქშერები ამის საშუალებას იძლევა. ამისთვის არის ტრენინგები და იმედია ეს პრობლემებიც ამასთან ერთად დაიძლევა რა. სხვა გზა არ იქნებათ, ხო მაგას ვამბობ, რომ სხვა გზა არ ექნებათ თანამშრომლებს გარდა იმისა, რომ ისწავლონ აიმაღლონ კვალიფიკაციით, რომ სხვა სამუშაო არ იქნება, იქნება ეს ახალი სისტემა. სხვა გზა არ იქნება, რა თქმა უნდა. არის შეკითხვა კიდე. არ არის, კეჭის ხაზზე ვაყენებ საკითხს, ვინ არის მომხრე? შეიძლება ხედავ. ძანეთ. არისვის თამილა არისვის აი ლადოს მიკროფონიდან ისვის ერთი ექტენდერიც გამოაცხადეთ და მათ მიკროფონები დააყენეთ ნორმალური ავარიული სიტუაცია შეიქმნა ვაჭარის ტელევიზიაში არისვის არა არ მესვის თამილა და ისვის მარტო ლადოს მიკროფონიდან ამას უყაროთ კენჭი და მე ვინ არის მომხრე რომ ამას უყაროთ კენჭი და მე ის იქნება ვინ არის მომხრე ეს არის ვინ არის მომხრე წერია ხოდა თუ დაუჭირეთ უჭერთ ხარს და ესე იგი არის 7 8 9 მომხრე ორი წინააღმდეგი კარგი მეუბნია საკითხი ეხლა კაი გია შეიძლება ერთი წუთით რა მნიშვნელოვანი საკითხი მაქვს ეს ქალბატონი თამილაც მაგაზე საუბრობდა მინდა უბრალოდ საქმის კურსში ჩაგაყენოთ რომ იცოდეთ
სულ რამდენიმე სხდომის წინ ალბათ გახსოვთ, აღნიშნე კიდევაც, რომ ექსპერტი ყავს გამოძახებული, გუშინ მოვიდა დასკვნა, რომ ჩვენი შენობა არის ავარიული, ჩვენ ეს ყველა უწყებას გაუგზავნეთ, დაუყოვნებლივ გაუგზავნეთ გუშინვე წერილი, თქვენ იცით, რომ ეს შენობა ჩვენ ბალანსზე არ არის და ვისაც ეხება ეს ყველაფერი ყველას დაუგზავნეთ, ახლა ველოდებით რაღაცა შეხვედრებს, არ ვიცი ეს პროცედურულად როგორ არის, მაგრამ ფორს-მაჟორის შემთხვევაში მინდა თხოვნით მოგმართოთ, არ არის გამორიცხული, რომ ან კონსტრუქციაზე წავიდეს შენობა, ან ახალი შენობის გადაყვანის მცდელობა იყოს და შესაბამისად ეს ნიუს არ ეხება, რა თქმა უნდა, შესაძლოა მოგვიწვიოს რაღაც გადაცემების გაჩერება პირდაპირ ეთერში, იმიტომ რომ გადაწყობა გადმოწყობას გულისხმობ, ნიუს ეს არ ეხება. თქმა უნდა და პლუს კიდევ, ესეთი სიტუაციაა, როცა სამწუხაროდ მოგვიწევს აი ამ ესე ვთქვათ ფორს-მაჟორში მუშაობა. არ ვიცი ეს პროცედურულად როგორ უნდა იყოს, თქვენ საქმე არ ვიცი რეორგანიზაციაში გულია დავარქვათ უკაცრავად თქვენთან შეიძლება ამის წინაშე დავდგეთ. თქვენთან შეკითხვა ავარიული რას ნიშნავს, რომ რამდენად სერიოზულია რა ხარისხის პრობლემაა? აიგო ეს ყველაფერი ახლა უსაფრთხოების და რაღაცის პრობლემაა ადამიანს. ყველანაირი ზომა ჩვენ დავიცავით ტელევიზია შენობა ეს შენობა ორ ნაწილად არის ის ნაწილი სადაც გვითხრეს რომ შედარებით რაღაცა საფრთხეა უფრო მეტი ის ადგილი მთლიანად დაწნილი გვაქვს უკვე გუშინვე დავცალეთ და თანამშრომლები გადავანაწილეთ სხვაგან. ისა დავაზუსტებ თუ შეიძლება თქვენ რამე ოფიციალური დოკუმენტი გააქვთ ხელთ რომ ის ნაწილი დაცალეთ და მეორე ნაწილში გადახვედით რომ თავი რო და ისა სამხარაულის დასკვნა გუშინ მოვიდა რა თქმა უნდა და ამას ითვალისწინებთ ასე იგი გადავაგზავნეთ ყველა იმ სტრუქტურაში ვის ბალანსზეც არის ეს შენობა ყველას ვაცნობთ გია ბატონია უკაცრავად მოგესალმებით ყველას უკაცრავად ქალბატონ თამილ მე მაგ ძალიან მოკლე განცხადება ის რასაც აქ უყურებთ ხოლმე ჩვენ უკაცრავად მართლაც რასაც ჩვენ აქ უყურებთ ხოლმე ხანდახან კი არა და ხშირად ეს უფრო და უფრო ემსგავსება ფსიქოლოგიურ ტერორს და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ამბავი მე მაგ წინადადება ასეთი რომ სამეორო საბჭოს სხდომაზე განვიხილოთ და შევაფასოთ ხოლმე მხოლოდ ის საკითხები რომლებიც არის დასაბუთებული არგუმენტირებული და მოიცავს მნიშვნელოვან გარემოებებს თუ მტკიცებულებებს იმის თაობაზე რასაც ჩვენ აქ საკითხად ვაყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მე პირდაპირ მოგიწოდებთ არ განვიხილოთ ასეთი საკითხები, იგნორირება გაუკეთოთ ასეთ საკითხებს, ეს ერთი. და მეორე. აი ხლა ვუყურებდი მე აქ ადამიანს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს საქართველოსთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ეს ადამიანი იძულებული გახდა, რომ თავისი თმენის ვალდებულების ჩარჩოში უბრალოდ ამდგარიყო და გასულიყო ეხლა აქედან. ამ ადამიანს, რომელსაც ჩვენ ყველანი პატივს ვსწევთ, თავისი ოჯახი ჰყავს, თავისი შვილები ჰყავს, თავისი მეგობრები ჰყავს, თავისი გარემოებები აქვს და თავისი ცხოვრების წესი აქვს. არავის არ აქვს არანაირი мотиваციის პირობებში უფლება და შესაძლებლობა, რომ ადამიანი ასე აბუჩად აიგდოს და ჭორების საფუძველზე დაადანაშაულოს რაღაცებში. ამიტომ შაულსა და კითხვის დასმა შორის თქვენ დადანაშაულება შორის მე თქვენ არ გესაუბრებთ პასუხს. არა, უნდა გამოგეხმაუროთ. მე იმდენ რამეს ხედავ რომ თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ ამას. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რას ვერ წარმოიდგენთ, არ ვიცი. მაგალითად მე ძალიან ბევრი ჭორი ძალიან ბევრი ჭორი მსმენია მე მაგალითად თქვენზე რაც არ ჩაუდენიათ იმის არის თქვენს მხარეს. თქვენი გადაფარვის კულტურა არავის არ აინტერესებს. კითხვის დასმის მოკლედ მე კონსტიტუციით მაქვს მონიჭებული. ასეთი წინადადება მაქვს. კითხვას გააჩნია და კითხვის ფორმულირებას გააჩნია და კიდე გააჩნია სინდის და ნამუს კითხვის დასმის დროს. ჩემი წინადადება არის ასეთი და მე გთხოვთ რომ ეს წინადადება მხედველობაში მიიღოთ მე პირდაპირ ვაცხადებ აქ პირადად მე ისე როგორც ჩვენი მეგობრები არავის არ მივცევთ იმის უფლებას რომ აქ ვინმე დაჩაგრონდა განსაკუთრებით თინა ბერძენიშვილი მე ხაბი ამაზე საუბარს არ გავაგრძელებ იმიტომ რომ მე უფრო ძიმე ის გავაკეთე ამის ხო და მე მოგახსოვს დავასვე მაგრამ გითხრათ რომ ამას მე მაქსიმალურად შემოვიდა წინადადები რაც გავაკეთე დეკლარაციებთან დაკავშირებით და
ამის შემდეგ უბრალოდ რადგან ამ განცხადებას ვიღებ საფუძვლად ბატონო ლაშა, ბატონო ზაზა, ბატონო ლია და ვიღებ რა ამას როგორც პირველი გაგიტარეთ ის პირველი შემოხველი თუ არა და შეურაცხყოფა მოგვაყენეთ ხელფასებთან დაკავშირებით მე რასაკვირველია ისევ როგორც ჩვევია თქვით რომ დაგავიწყდათ გახსოვთ არა ხელფასებთან რომ გამოამჟღავნებდით მაგარ თეცხეზე რომ შემოიჭერით არ დამისრულ იქ არის სხვა რასაკვირველია შეგიძლიათ წახვიდეთ თქვენ უნდა გითხრათ არა მარტო კი არა მე მხოლოდ ცხდომის ფარგლებში არ საერთოდ არ მაინტერესებს გასაგებია გასაკვირველია გასაგებია არა ხარ და არა გაქვთ უფლება დაადგინოთ ნორმატიულად ვინ რა უნდა მოიტანოს აქ ისე რომ დაფიქრდეთ რასაკვირველია იმიტომ რომ საერთოდ არა მე გითხარით რომ კანონით არ არის მაგრამ კარგად იყავით ნუ მე უნდა გითხრათ რომ სხოვის დათვრების ამბავში რომ ეს სრულად ნათელია რაც არის ეხლა ვითარებაში რა კანონი არის ეგეთი პარლამენტმა მოიტანა ეგეთი და უნდა გითხრათ რომ ეს ჩემთვის არის უნდა გითხრათ ეს ბოლო წერტილი ამათი იმსაუბრეს რომ მე ვემიჯდები არ მახსოვს ამათი კოლექტიური ხელმოწერები მე ემიჯდებიან მე წერილს იწერებიან მე აბსოლუტურად გეუბნებით ეს სამი არის ერთი რასაკვირველია ეს დაგეგმილი ჭორი არავითარი ეგეთი ჭორი არასო მე ვიცი საიდანაც მოდის ეგ თემა ეხლა უცებ აგორებული თემა აქვს რომ იმდენად ვერ ერკვევიან ტენდერებში აი უბრალოდ იმდენად არიციან ტენდერები ეხლა თქვენ მინდა იცოდეთ ეხლა ვაღდებულია თუ არა ბორდის წევრი იცოდეს რადგან წერს გაცხადებას და მინდა რომ სამეურვეო საბჭოს წევრი გავხდეთ ნახე რა არის წარმოუდგენა არა აქვს ერთს რა არის კონსოლიდირებული ტენდერი და მეუბნება რა რატო არ წერიაო ისიც არის ის რომ ამას აცხადებს კონსოლიდირებულობას თავრობა და ეს ვინაიდან ნახე რა სახელმწიფო ორგანიზაციაში მონაწილეობს მეორე ამბობს ბაზრის კვლევა და გონია რომ ბაზარში უნდა მიხვიდე და კვლევა გამოიწვია და წარმოუდგენა არ აქვს მესამე გახსოვთ ამათ წერილები ხან ეხლა უცებ არის რომ შემოტან ამაზე მოვიდენ ამობე რომ შენი მეუღლე მონაწილეობს ამ საკითხებში მე გავიგეთ არა მე ეს ემიჯდება აი ლაშა იმიტომ სვამს საკითხავს მე ეს აღარასვამს მე ზაზა მოვა საერთოდ ემიჯდება ისე მე მინდა ხათაშორის გითხრათ რომ ამოიღეთ დებულება მათ რო იციან და ძალიან კანონებს რო იცავენ ბატონ ლაშა და რამდენია გაცდენილი მაგალითად ბატონ ზაზას და გაწერია დებულებაში ამასთან დაკავშირებით ისე რო იცოდეთ მე რო არის კანონში რა წერია ამასთან დაკავშირებით ეს არ ავიწყდებათ ხელფასის აღება ახლა რო თქვათ და ეს ბოიკოტი ხან ბოიკოტში არიან ხან არ არიან ბოიკოტში ხან და ეხლა ეს არის ამას ქვია თავიანთ ენაზე რომელიც არის ამას ქვია წამბლა ადამიანის რაც არის აი ეს პირდაპირ ფსიქოლოგიური ტერორი მე ამას არ ავყვეთ მაგრამ მე გთხოვთ მეგობრებო მე თანო მე ჩემეგობრებიც არის ეს უნდა გავაკეთოთ ეს დეკლარაციები და ეს უნდა მოვიტანოთ იმიტომ რომ მე დავინახავთ ამ დეკლარაციას რაც უყურებ ამ ადამიანებს ან ვიღაცა სხვას თუ სხვაგან უხდიან ახლა 10 იმდეს და მე 3 წელი წყვილ არ გითხარით 3 წლის ამ მოვიტან და შევხედოთ ღმერთმა ალალ და უსაყვედურო იყოს მან ვიცოდეს რა გოგორ და რა მე ახლა უფრო ვხედავი გამჭვირვალების თუ რაღაცა კანონია რომელიც არსებობდი არა ახლა მე აღარ გელაპარაკებ თამას რასაც მივეჩვიეთ რომ შენ რუსო შენ ეს სიტუაცია ადამიანები რომლებიც ყველა იმ სიტუაციაში ჩირქში იყვნენ შემძრალები ჩვენ რა ერთი ჩინეთ ხო არა ვართ მილიარდნახევარი ყველა ხო ყველას ვიცნობთ რა ეს ხო არის ამ სიტუაციაზე ადამიანები რომელსაც აქვს თავის ვალდებულება და ესენი გელაპარაკებიან ესენი გელაპარაკებიან აგენტურაზე ესენი გელაპარაკებიან რაღაცაზე ეს არის წარმოუდგენელი თემა ეს არის მე აქ უნდა გითხრათ რომ აი ესე იგი ახლა აქ მინდა გითხრათ რომ აი შეთქვი ერთხელ აი ვერ მოესწრებით ეს აი უბრალოდ გამორიცხული ამათ ესა და მე უნდა გითხრათ რომ არ ვიცი ახლა ეს უნდა მოვიდეს და შემდეგ მე ყველა სხდომას უბრალოდ ესე დავიწყებ რომ თუ ეს არის და მოტანილი ადამიანი რომელიც მარავენ და რომელიც არის ამ სიტუაციაში არა ეს მე უბრალოდ კითხვა დავსვი მე ყოველთვის შეიძლება ამას მოვახერხებ ახლა ალბათ იცით ახლა რაც არ უნდა ჩრუგი მეძახონ ამათ მე ეგ ჩრუგი ხო არა ვარ შეკითხვა ვერ დავსვა ახლა ამ ადამიანს ხო შეიძლება ესე იგი ვაცავლო ახლა როგორ შეიძლება რომ ესე კითხვა დასვა თურმე და უბრალოდ ვიკითხა ადამიანმა რა როგორ საინტერესო იკითხა შენი ქმარი ხო არ მონაწილეობს ტენდერებშიო ხო ესეც იგი გია მითქი ის ახლა როგორ ჩვევია მე აღარ ხან არის ტექნიკურ თავრობაში ხან არ არის ტექნიკურ თავრობაში მე ჩვენ ეს არის ახლა ბუდიში ახლა ლაშატოღის სტილია ჯერ წააქეზებს ხოლმე იმას ათქვევინებს მე იმას გამოვა მე წერილს დაწერს მე ის არ დაწერს ის აზა კიდე საერთოდ ეცე იყოს რა მე მაგას მირჩევდია გაჭრილით
როიცოდით თქვენ ლიკაბასერა ყველაზე მათ იქცევა მათ შორის რა თემად ამბობს რასაც არის ღიად ახმოვანებს და ვაშკაცურად დგას იმ სხდომის არ იყოს წინაც ხო მე ორი რო დაიბალე ეს რომ მოვიდა მარტო რომელსაც უსმენს და ხედავს უამრავი ადამიანები და შეურაცხყოფა მიაყენა. ეხლა როგორი რეაგირება ექნება, თუნ ქალბატონი თინას გადასაწყვეტია, თუმცა ალბათ ჩვენც რაღაცა უნდა მოვიფიქროთ და მოვახერხოთ, რომ მსგავს შემთხვევები არ გამეორდეს, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ მიზანმიმართულად დაგეგმილი, რომ აი ფსიქოლოგიური ტერორი თქვენ რო ახსენეთ, სწორედ ეგ არის მიზანმიმართულად არის იმისთვის, რომ სხდომები იყოს ჩაშლილი, აქ უბრალოდ სიტუაცია შეიქმნას, როდესაც ადამიანები ჩვენს უყოლას მასხარად დაგვიგდებენ, ის კი არა რაღაცა ავტორიტეტი გქონდეს. ხო და რაღაცა დებულებაზე თუ წავალ ლაპარაკი, აქ ჭორების გავრცელება და რაღაცა ხმების მოტანა და მერე თქვა იმისა, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია და ასე შემდეგ, ეს უკვე არასერიოზულია რა, უბრალოდ რაღაცა ალბათ უნდა მოვიფიქროთ მაგისთვის. რა შეიძლება მოვიფიქროთ, მაგაზე უნდა ვიფიქროთ. ორ საკითხს მინდა მეც გამოვეხმაურო რა ღია სხდომა, ერთი ეს არის და შეკითხვა არა პირდაპირ ღია ეთერში გამოთქმული ბრალდება. ეხლა ამას როგორ მოაბამ ყურს, რომელი მხრიდან ამ ქოთანს, რომელშიც ჩემი აზრით კარგი არაფერი იხარშება და უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ჯერ ერთი რომ ეს არის შეურაცხყოფა ადამიანისთვის და მეორე მე შემიძლია ორი მიმართულებით განვავითარო აქ აზრი მეც ხომ აქ შეკითხვის დასმის უფლება ამ ადამიანებს ან სხვაგვარად ვერ წარმოუდგენიათ რომ ასე უნდა იქცეოდეს ხელმძღვანელი ზოგადად ან წარსულში ასე იქცეოდნენ და გონიათ რომ ეს არის ნორმა და მიღებული ფორმა ან მეორე ნაწილია მათ ვერ წარმოუდგენიათ რომ 100 მილიონიანი ორგანიზაციას ბიუჯეტს მართავდეს ადამიანი შინაგანი კულტურის, შეგნების, ზნეობრის და ასე შემდეგ მორალის და ასე შემდეგ საკითხია ეს და თავისი ოჯახის წევრები არ ჩარიოს ამაში. სხვანაირ ხო დარღვევა არ კონდეს. ამ დროის განმავლობაში რაც მე აქ ვარ და ქალბატონი თინათინი ზუსტად ამდენი ხანია 5 წელია არის დირექტორი, ხო? 4 ჯერ სრული 5 არ არის აგვისტოში იქნება მეც მართალი მე ვარ 5 უკვე და ის იქნება 5 ერთ თვეში მაგრამ უყურეთ რაც მე აქ ვარ შიდა აუდიტი გარე აუდიტი შემოწმებები არსად არც ტენდერებში მართლა ამხელა ბიუჯეტია ეს არ არის ადვილად სამართავი თქვენ ხო კარგად იცით ბატონოას ამხელა ორგანიზაციის მართვა და ამხელა ფინანსების მართვა რომ არ იყოს კანონდარღვევა და რაღაცა სადაო არ გაგიხდეს სამართალდამცა ორგანოებთან და წლევა შარშანდელი დასკვნა საერთოდ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ეს იყო სასწაული მე მართლა ამაყი ვარ რომ მუშაობ იმ ორგანიზაციაში იმ ორგანიზაციის მეურვედ რომელსაც ერთ ლარიანიც კი სხვაობა არ აქვს ამ ხარჯები 100 მილიონის ხარჯვაში თან ამ პერიოდში ამ გადმოსვლაში და ამ უზარმაზარი პრობლემების პირობებში ეს ერთი საკითხი მე ყველას თქო მუდმივად ვამბობდი ამას და ეხლა ძალიან თქო ეხლა აქ არ არიან მაგრამ ჩანაწერში მე მოისმენენ ამ ხანაგები და რომ ჭორების შემოტანა ღია საჯარო სხდომაზე როდესაც შეგიძლია რომ დაურეკო ადამიანს და ელაპარაკო ან მიწერო თუ გნებავს ელექტრონული პოსტით შენი ეჭვები გამოთქვა რაღაცა მიიღო პასუხები ან სტენდერი როგორ ტარდება ეს გამომიგზავნე ის გამომიგზავნე არსებობს კომუნიკაციის ფორმები ან ლინკებს გამოგიგზავნიან ან ტექსტებს გამოგიგზავნიან ან ეს რატო არ არის ის რატო არ არის და იმას ის ამბობენ და ესეთი ხმები ვრცელდება ეს ხო სერიოზული ორგანიზაციაა ჩვენ ხო პარლამენტმა დაგვამტკიცა როგორ შეიძლება ჩვენ იმაზე ვლაპარაკობდეთ ვიღაცა რა ჭორებს ავრცელებს სინამდვილეში თვითონ ხარ ამ ჭორების გამავრცელებელი საჯარო სივრცეში იმიტომ რომ თუ ვიღაცამ შეყურში რაღაცა გითხრა შენ გამოიტანე და საჯაროდ სატელევიზიო ეხლა დავფიქრე და დავასრულოთ ეხლა და კიდე კარგად ვიგახეთ ერთი საკითხი დავამთავრო ბარე ბატონო აღარ ვილაპარაკებ ეს არის რაც თქვენ ბრძანეთ დეკლარაციები მე ვფიქრობ რომ
უფრო უნდა ავწიოთ ეს რანგიც და როგორც ქალბატონ თინათის მოეთხოვება კანონმდებლობით, რომ გენერალ დირექტორს წერია, რომ უნდა შეავსოს დეკლარაცია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს, მეურვეებსაც უნდა ქონდეთ კანონით ეს ვალდებულება და ყოველწლიურად მე შეავსოს დეკლარაცია. ჩვენ ეს გავაკეთოთ სექტემბრისთვის და შემდეგ მიმართოთ პარლამენტის თავმჯდომარეს და იმიტომ რომ ეხლა მე აქედან დამანახა ჩვენ ვიქნებით, არ ვიქნებით, ეს უბრალოდ აუცილებელი უნდა ვიცოდეთ საიდან ფინანსდება. ეხლა შეეხება ამ საკითხს, არ არის უბრალოდ საკითხი. ეხლა უცებ ფიქრობდი. აბა აგერ ბრძანდებით ინფორმირებული ადამიანები. ესა ბატონები იყვნენ ბოიკოტში თუ გახსოვთ და რო შემოვიხედე ხა კიბეზე რო ჩამოვდავინახე და გულმა მითხრა, გამოცდილება მაქვს, ეს ყველა არ არის ამოსულები თქო. ამ ტენდერებზე რო წარმოდგენა რა აქვთ ეს, მოდი მე ვიღებ ჩემ თავზე, რა არიციან ტენდერი საერთოდ რა არის, მაგრამ მილიონი ჭორი გაგვებრალეს ერთად და ცალ-ცალკე. უკაცრავად პასუხი. ყველაფერი ბრალდება. იმ სანქციებზე აღარ გეუბნები, იმათ შემოილოს პალტილა ამას ხო, სანქციების სიები, ჭორი, ტრიალი, ასე შემდეგ, საიტი. არსად, ხო ვფიქრდი, ეს არ ვთქვი, ჩვენ ეს ამბავი პირველად მოვისმინეთ. ეს გუშინ თუ გუშინ წინ მოიხარშა ამათ ტვინებში. ეს არავის არ უთქვამს. აი ხა და ეს შეუძლება ესეთი ჭორი უბრალოდ. არა, კი არ გქონია ჭორი. ესენი მოიფიქრეს დღეს ამ ტენდერთან დაკავშირებით რა უნდა ეთქვათ. უნდა ეთქვათ, ეს მესამე არ მოგზანდა და უნდა დღეს უნდა ეთქვათ, ერთმა მოიგონა რომ კონსოლიდირებული ეგონა რაღაცა მნიშვნელოვანი არ იცის ეს რადმე მე უყურე ეს გამოძრავითო იქიდა რომ არა აქ არ აწერია კონსოლიდირა უნდა ეწეროს კონსოლიდიროს თუ სხვა რაღაცა არის. როგორც ახლა რო ხოდა მიხდე ახლა რატო არ აწერია სუბუქ მანქანას რომ სუბუქია, იმიტომ რომ ის სატვირთოა. და მეორეს ბაზარზე ობიდია და ჩვენ არაფერი არ ბაზრისკულება. ხო და ეს რა არის იცი გოგა, ამოხდა ახლა აი დირექტორი შენ იმდენად რომ შენთვის ცხადია და მაყურებელთვის და გონია რომ ყველა მეცის ამათა და არიცია. მაგრამ ამას მიეცეთ ყურადღება. ხო და ერთ ბადებს კითხვა რატომ და რა სიზმარი ნახეს ახლა ამისთან და რატო ნახეს უანგაროდ ნახეს ანგარებით ნახეს ისე ნახეს სიბრძნით ნახეს ან ანტისიბრძნით ნახეს არ მინდა ის სახელი დავარქვა. თუმცა ამას დღეს რაც ნახეთ ქვია თავის სახე. ჩემთვის ქვია და ესე ერქმევა. მე მეტი რა გითხარით რომ ჩემი კანონი მავალდებულებს და ვითმენ მათ ერთად ოთახში ყოფნას რომელთა ვიმართ პატივისცემა არის ნულს ქვემოთ და ამის შემდეგ საერთოდ კარგი უკაცრავად ბატონო ასი აი როგორ შეიძლება ადამიანს ესეთი რამე დააბრალო გენერალ დირექტორს რომ თქვენი მეუღლე მონაწილეობს ამ ტენდერშიო ჯერ ერთი რომ ეს ტყვილი როა გავიგეთ ეს ყველაფერი და აბსოლუტურად რომ გამოვრიცხავთ ამას და რატო გონიათ რომ ამ საუკუნეში ამდენ ინფორმაციის პირობებში მართლა პატარა მიზანმიმართულად ასეთი ნუ მიდიხარ განზე რა სამეურვეო საბჭოს წევრი ახდენს დისკრედიტაციას პირდაპირ მიზანმიმართულად ხო და ნუ რაც დავალებო და მოდი რა მოვიფიქროთ რა არის ნახე რა არის მოდი რა მოვიფიქროთ ტენდერები გამოდის ხო სხდომაზე მოდი მივიდეთ სხდომაზე რა უნდა თქვა ხა სხდომაზე მიქჩერის იციან რამე თუ ტენდერის იციან რამე და რაც მოიფიქრეთ მიაქციეთ ყურადღება აბა ერთი თუნდაც რამე საიტზე მანამდე მანახეთ თუ ეგეთი ჭორი მილიონნაირი ჭორია ნათქვამი ბომბეი გვათხრევინეს რა არ თქვენს ეს ხო ამას პირი აქვს აკაფებული და რაც ყველაფერი მოსდით ესე იგი და მე რა კოლექტიური წერილები წერეს რა დანოსები ღიად და რა ჩუბად და რა ესა ეს არ ყოფილა არასდროს და ეხლა მოიფიქრეს კაი მადლობთ ამ კაცად დავნიშნოთ და ესა კი ბატონო და მე მგონი შემდეგად უკვე ჩვენ სექტემბერში შევიკრიბებით ახლა აგვისტო არა 13 აგვისტოს გვიწევს კონკურსის განმავლობა რისი ასე რომ 13-ში რო იცოდეთ გვექნება სხდომა აი არის ხო 13-ში გვექნება 13-ში გვიწევს 13 აგვისტოს გვიწევს ხო ეს არის 90 წუთით ადრეც ხარ 13 აგვისტო მაშინ დავიხსოვოთ არა ნახეთ ჩვენ ბოლო კვირა არ არის ესე არის 13 აგვისტოს უნდა შევეკრიბო და გამოვაცხადოთ კონკურსი ხო მე გამოვაცხადოთ 13 აგვისტომდე მაშინ მე ექვსი საბუთების ამ კეთილობაზე და იგივე ერთხელ გთხოვთ რომ ჭორებს არ მოусვინით ჭორებს ეს მე